მიგახდება რომის 267 პაპი კათოლიკური სამყარო ახალი წინამძღოლის მოლოდინშია. კონკლავი დაიწყო, თუმცა სიქსტის კაპელის საკვამრურიდან ჯერჯერობით არც ერთი ფერის კვამლი არ ამოსულა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ფრანცისკეს შემცველთან დაკავშირებით კენჭისყრის პირველი რაუნდი არ დასრულებულა. ახალი პონტიფიკოსის ასარჩევად ვატიკანში შეკრებაზე ხმის მიცემის უფლების მქონე 133 კარდინალია მიწვეული. კონკლავი მკაცრად იზოლირებულ გარემოში სიქსტის კაპელის დარბაზში მიმდინარეობს, სადაც შესვლა არავის შეუძლია. არჩევნების მიმდინარეობისას ინფორმაციის ერთადერთი წყარო არის კვამლი, რომელიც სიქსტის კაპელის თავზე ბუხრის საკვამურიდან ბიულეტენების მორგი პარტიის დაწვის შემდეგ გამოდის. თუ კვამლი შავია, ესე იგი კონკლავი ვერ შეთანხმდა და კენჭისყრა გრძელდება. მომავალ პონტიფიკოსად საერთაშორისო მედია რამდენიმე კარდინალს ასახელებს, მათ შორის პაპადარჩევის ყველაზე დიდი შანსი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის აქვს. ქეთი შოხელი ადევნებს თვალს კონკლავს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ქეთი, როგორც განვითარებული მოვლენები მეტყველებს, ჯერჯერობით კენჭისყრის პირველი რაუნდი არ დასრულებულა. საინტერესოა, ზოგადად რა ვადაში მოხდება ახალი პაპის არჩევა. უახლოესი დღეები მთელი მსოფლიოს ყურადღება ვატიკანში სიქსტის კაპელის თავზე დამონტაჟებული საკვამურისკენ იქნება მიპყრობილი, საიდანაც თეთრი კვამლის ამოსვლას ელოდებიან და ეს იქნება ნიშანი, რომ კარდინალთა კოლეგიამ ახალი პაპის არჩევა შეძლო. კონკლავში, ანუ რომის პაპის არჩევის ფარულ პროცედურაში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობს, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება, მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცისკემ აკურთხა. კონკლავის ამჟამინდელი შემადგენლობა ისტორიაში ყველაზე მრავალფეროვანია, ხმის მიცემა გარე თვალისგან დაფარული და უკიდურესად გასაიდუმლოებულია. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე კარდინალებს აკრძალული აქვთ გარე სამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია, მათ არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ტელეფონებზე და გაზეთებზე. 1878 წლიდან ყველა კონკლავი სიქსტეს კაპელაში იმართება, რომელიც მიქელანჯელოს მიერაა მოხატული. დღეს, ანუ კონკლავის პირველ დღეს, კენჭისყრის მხოლოდ ერთი რაუნდი ტარდება და როგორც მოსალოდნელია, პირველივე ცდაზე პონტიფიკოსის არჩევას სავარაუდოდ ვერ შეძლებენ. ხმის მიცემის შემდეგ კარდინალები სიქსტეს კაპელიდან კვლავ სანტა მარტას სახლში დაბრუნდებიან ასეთ შემთხვევაში, სადაც მათი საცხოვრებელი ოთახებია განთავსებული. კენჭისყრის მორიგი რაუნდები მომდევნო დღეებში გაგრძელდება. ყოველდღიურად გაიმართება 4 კენჭისყრა და ეს გაგრძელდება პაპის არჩევამდე. კარდინალების სანტა მარტას სახლსა და სიქსტეს კაპელას შორის გადაყვანა ხდება უსაფრთხოების უკიდურესად გამკაცრებული ზომებით და მთავარი კითხვა, რომელიც ალბათ ყველას აინტერესებს, არის ის, თუ როდის ეყოლება კათოლიკურ ეკლესიას, რომელსაც დაახლოებით 1,5 მილიარდი წევრი ყავს ახალი წინამძღვარი. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, ამისთვის საჭიროა, რომ რომელიმე კანდიდატმა კარდინალების ხმების 2/3, ანუ ამ შემთხვევაში სულ მცირე 99 ხმა მოაგროვოს. ხმის მიცემა გაგრძელდება მანამ, სანამ კარდინალების უმეტესი ნაწილი რომელიმე კანდიდატის გარშემო არ გაერთიანდება. ისტორიაში არის შემთხვევა მე-13 საუკუნეში, როდესაც ახალი პაპის არჩევა დაახლოებით 3 წელს გაგრძელდა. სწორედ მაშინ არჩეული პაპის გრიგოლ მე-10-ის ინიციატივა გახდა კონკლავის ამჟამინდელი ფორმის დაწესება. ყველაზე ხანმოკლე კონკლავი კი 1503 წელს იყო, როდესაც პაპი იულიუს მეორე რამდენიმე საათში აირჩიეს. ბოლო ორი კონკლავი კი მეორე დღეს დასრულდა. ხმის მიცემა სიქსტეს კაპელაში იმართება. ყველა კენჭისყრის შემდეგ დილით და შუა დღეს კარდინალებს ავტობუსებით პოლიციის თანხლებით უკან სანტა მარტას სასახლეში გადაიყვანენ, რომელიც ვატიკანში სიქსტეს კაპელადან სულ რაღაც 1 კილომეტრში მდებარეობს. სანტა მარტაში კარდინალების საცხოვრებელი სივრცე იქნება. იქ ისინი დასვენებას ერთმანეთთან საუბარს შეძლებენ კენჭისყრის მორიგ რაუნდამდე. ყოველი ხმის მიცემის წინ მათ სიქსტეს კაპელაში გადაიყვანენ. ეს ახალი პაპის არჩევამდე გაგრძელდება. კონკლავი ამჟამინდელი ფორმით 1274 წლიდან არსებობს. სწორედ პაპმა გრიგოლ მე-10-მ დააწესა, რომ კარდინალები უნდა ჩაკეტონ, რომ მათ ტერიტორიის დატოვება ვერ შეძლონ და გარედან ვერავინ შეძლოს ჩარევა ახალი პაპის არჩევამდე. ამას 4 წლით ადრე წინ უძღვოდა ცნობილი ხმის მიცემა ვიტერბოში, როდესაც კონკლავი 1000 დღეზე მეტი გაგრძელდა, რადგან კარდინალები ვერ თანხმდებოდნენ კანდიდატურაზე გარედან ზედმეტი ჩარევის გამო. კონკლავის წინ გამართული გენერალური კონგრეგაციის მიზანია, რომ კარდინალებმა გაიცნონ ერთმანეთი, გაიგონ თავიანთი შეხედულებები მნიშვნელოვან საკითხებზე და ასევე განიხილონ ეკლესიის წინაშე მიმდინარე პრობლემები. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ როდესაც რომის პაპი ფრანცისკი აირჩიეს 2013 წელს, ის ხშირად გვახსენებდა, რომ მისი პონტიფიკატის დღის წესრიგი დიდწილად განსაზღვრა მისი არჩევის წინ გენერალური კონგრეგაციის დროს წამოჭრილმა საკითხებმა.
პაპის გარდაცვალებიდან კონკლავის დაწყებამდე რეგულარულად იკრიბება კარდინალთა გენერალური კონგრეგაცია, რომელშიც 252-ვე კარდინალი მონაწილეობს, ანუ ისინიც, ვინც 80 წელს გადაცილებულია და კონკლავში არ მონაწილეობენ. ამ შეკრებაზე ეკლესიის წინაშე არსებულ პრობლემებს განიხილავენ და სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე თავის მოსაზრებებს უზიარებენ ერთმანეთს. ამგვარად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ კარდინალებს ეძლევათ საშუალება უკეთესად გაიცნონ ერთმანეთი და პაპობის პოტენციურ კანდიდატთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ჩამოაყალიბონ. ბევრისთვის საინტერესოა თუ ვინ გახდება ფრანცისკეს შემცვლელი. იქნება ის მის მსგავსად ლიბერალური შეხედულებების მქონე თუ მკაცრი ხაზის გამტარებელი კონსერვატორი კათოლიკეების ჯგუფის წარმომადგენელი ან შესაძლოა ზომიერი მიდგომის გამზიარებელი. ამ ეტაპისთვის პაპობის მთავარ კანდიდატებად რამდენიმე კარდინალი განიხილება. პირველი არის კარდინალი პიეტრო პაროლინი, მის უპირატესობად მიიჩნევენ ვატიკანის იერარქიაში დაკავებულ მაღალ თანამდებობას, დიპლომატიურ გამოცდილებასა და პაპ ფრანცისკესთან სიახლოვეს. 70 წლის ვეტერანი დიპლომატი, რომის პაპის ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი და ფაქტობრივად წმინდა საყდრის პრემიერ-მინისტრი იყო. პაპად არჩევის ფავორიტებს შორის სახელდება კიდევ ერთი იტალიელი, ბოლონიის არქიეპისკოპოსი მატეო ძუპი. ის კანდიდატებს შორის ყველაზე პროგრესულად მიიჩნევა. კიდევ ერთ კანდიდატად იერუსალიმის ლათინური ეკლესიის პატრიარქი პიერ ბატისტა პიცაბალაა, რომელიც კარდინალი 2023 წელს გახდა სულ ახლახანს. 72 წლის უნგრელი პეტერ ერდო პედაგოგი კონსერვატორებს შორის წამყვან კანდიდატად მოიაზრება. პაპობის კიდევ ერთი კანდიდატია კარდინალი ლუის ანტონიო ტაგლე, რომლის არჩევის შემთხვევაში ის პირველი აზიელი პაპი გახდება. პაპობის კანდიდატად განიხილება კარდინალი ამბონგო ბესუნგუ, პაპ ფრანცისკეს მიერ არჩეული ბესუნგუ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კათოლიკე ლიდერია. მე შეგახსენებთ, რომ რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად ის რომში სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს. ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 12 წლის განმავლობაში ედგა სათავეში. მადლობა კონკლავის დეტალებზე. ქეთი ჩოხელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის პირველი რაუნდი ჯერჯერობით არ დასრულება და ჩვენ მოვლენათა განვითარების შესაბამისად ამ თემას ისევ მივუბრუნდებით.